გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Worms-ის. დიდი ხანია ვიდეო არ ამიტვირთავს, მაგრამ რაც თავარია, ყველა პრობლემა მოვაგვარე და ეხლა მზად ვარ ახალი შემართებით, ახალი გარემოთი და ახალი რესურსით გავაგრძელო ვიდეოების კეთება. დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება, ეს არის საკმაოდ აქტუალური თემის ვიდეო, ნივთის ვიდეო, iPhone 10-ის ვიდეო, გადავწყვიტე მომეგროვებინა ინფორმაციები, სიახლეები და მოგეთ ყველაფერი რაც შეეხება iPhone 10-ს და მინდა რომ წარმოგიდგინოთ ეს ინფორმაცია თქვენ. მას შემდეგ რაც Steve Jobs-მა კაცობრიობას პირველად წარუდგინა მისი ქმნილება, ახალი iPhone-ის გამოსვლას ყოველწლიურად ყველა მოუთმენლად ედის და Apple-ის სექტემბრის პრეზენტაცია ტექნიკის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ iPhone 10-ის შესახებ. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის ის მიზეზი, რის გამოც ახალ smartphones iPhone 10 დაერქვა. რიცხვი 10 იქიდან გამომდინარეობს, რომ პირველი iPhone-ის iPhone 2G შექმნიდან ზუსტად 10 წელია გასული. აქედან გამომდინარე, კომპანიამ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საკუთარ კანონზომიერებას არასდროს უღალატა, გადაწყვიტა შეექმნა რაღაც განსაკუთრებული. iPhone 10-ის დიზაინი მისი წინამორბედებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. ამჯერად smartphone-ის უკანა ნაწილი დამზადებულია არმირებული შუშისგან, რომელიც Apple-ის თქმით ძალიან გამძლეა დარტყმებთან მიმართებაში. ასევე გაქრა თეთრი ანტენის ხაზები, რადგან შუშა არანაკლებ კარგად ატარებს სიგნალს. ჩემთვის პირადად ეს ხაზები პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ყოველთვის შავი ფერის ტელეფონს ვამჯობინებდი, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხისთვის ეს თეთრი ხაზები ძალიან გამაღიზიანებელი და უშნო. ასევე შეიცვალა კორპუსის ფორმაც. ახალი iPhone-ი წინამორბედთან შედარებით ცოტათი მოგრძოა. ეს განაპირობა იმან, რომ ეკრანის ზომა შეიცვალა 18:9-თან შეფარდებით. მიუხედავად ამისა, ტელეფონმა არ დაკარგა iPhone-ისთვის შვეული დიზაინი და iPhone-ს შეშვეული თვალი მარტივად შეძლებს იმის მიხვედრას, რომ მათ წინ არსებულ smartphone-ზე Apple-ის დიზაინერები მუშაობდნენ. ყველაზე დიდი სხვაობა iPhone 10-სა და მის წინამორბედს შორის მის ეკრანში მდგომარეობს. smartphone-ის ეკრანზე თითქმის სრულიად გაქრა ჩარჩოები და ეკრანის ზომა 5.8 ინჩამდე გაიზარდა. ასევე გაქრა ყოველთვის კარგად ცნობილი home ღილაკი. ფერების არჩევანი, რომელშიც ახალი iPhone-ი გაიყიდება, წარმოუდგენლად მწირია. მომხმარებელს მხოლოდ ორ ფერს შორის შეუძლია არჩევნის გაკეთება. ესენია შავი და ვერცხლისფერი. ეს ფაქტი ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რადგან თუ გავიხსენებთ გასული წლის პრეზენტაციას, Apple-მა მისი smartphone-ი 5 ფერში წარმოადგენდა და შემდგომში კიდევ ერთი წითელი ფერით შემართა. Apple-მა საკუთარი ისტორიის განმავლობაში პირველად შექმნა smartphone-ი, რომელიც აღჭურვილია OLED display. და ამ ტექნოლოგიას მათ Super Retina უწოდეს. აქამდე iPhone-ის ეკრანები მხოლოდ ხევად კრისტალური ტექნოლოგიით იყო დამზადებული. მათთვის, ვინც არ იცის თუ რა განსხვავებაა ზემოწნებულ ტექნოლოგიებს შორის, მინდა გითხრათ, რომ OLED display ტექნოლოგია მის წინამორბედს ძალიან ბევრ რამეში სჯობს. პირველ რიგში, OLED display ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, რაც ახალი iPhone-ის ბატარეის ხანგრძლივობაზე ძალიან დადებითად აისახება. პირადად მე ამ ნაბიჯს Apple-ისგან სულ მოუთმენლად ველოდი. მეორე რითაც OLED display გამოირჩევა, ეს არის უკეთესი ფერების გადმოცემა. ფერები ბევრად უფრო კონტრასტული და გამოკვეთილი იქნება. ასევე Apple-მა smartphone-ების ჩარჩოები სრულიად განზრახულად არ გააქრო, რათა თავიდან აეცილებინა არასასრული რეაგირებები, რომლებიც Samsung Galaxy S6-ის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდებოდა. ეკრანის ზედა ნაწილზე დატოვებულია ადგილი, სადაც განთავსებული იქნება სენსორები, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრებ. პირველად smartphone-ებში გაჩნდა True-Tone ტექნოლოგია, რომელიც აღიქონს ოთახში არსებულ სინათლეს და მასზე არეგულირებს ფერების ტემპერატურას. დადგა დრო, როდესაც iPhone-ი 6 ბირთვიანია. 6 ბირთვიდან 4 მაღალ სიხშირეზე მომუშავია, ხოლო დანარჩენი 2 ენერგოეფექტური. ოპერატიული მეხსიერება 3 გიგაბაიტი. ასევე ტელეფონის მეხსიერების არჩევანი ისეთივე მწირია, როგორც ფერების. გამოვიდა მხოლოდ 64-იანი და 256 გიგაბაიტიანი ვერსია. Apple-ის სიამაყე 2017 წლის პრეზენტაციაზე გახდა სახის სკანერი, ეგრეთ წოდებული Face ID. იქიდან გამომდინარე, რომ გაქრა home ღილაკი, მასვე მიყვა თითის ანაბეჭდის სკანერი, Touch ID და სწორედ Touch ID ჩანაცვლა Face ID. Apple გვარწმუნებს, რომ თითის ანაბეჭდის თომილების შანსი 1/50,000-ს უთანაბდება, ხოლო Face ID ახალი სენსორის მეშვეობით კამერა ახერხებს ზუსტად აღიქვას ფოტოს მოცულობა და სახის კონტურები და ამით შექმნას ულამაზესი ფოტო. ამასთანავე ორივე უკანა კამერა აღჭურვილია ოპტიკური სტაბილიზაციით და დაბალი განათებისასაც იღებს საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტოებს. მანამ სანამ თქვენს ფოტოს გადაიღებთ, iPhone-ის კამერა ახდენს ლინზაში აღბეჭდილი გარემოს სტაბილიზაციას, რათა თქვენი ფოტო იდეალური გამოვიდეს. რაც შეეხება ვიდეოს, ახლა თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ 4K ვიდეო 60 კადრი წამში. ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ 240 კადრი წამში შენელებული ვიდეო და რაც თავარია Full HD-ში. საბედნიეროდ, არც წინა კამერა არ ჩამოვარდა სიახლეებით უკანა კამერას. ახლა როდესაც თქვენი smartphone-ის წინა კამერა თქვენს სახეზე ერთდროულად 50 კულის მოძრაობას აიქვავს, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ულამაზესი პორტრეტები უკანა ფონის გაბლობით. ეს ტექნოლოგია გასული წლის iPhone 7 Plus-ის კამერის ერთ-ერთი სიახლე იყო. რაც შეეხება ჩემ პირად დამოკიდებულებას ამ ახალი smartphone-ის შესახებ, ეს არის ასეთი.
ჯერჯერობით მზად არ ვარ ჩემი საყვარელი Galaxy S8 შევცვალო iPhone 10-ით, მაგრამ გამორიცხული არ არის, მას შემდეგ რაც ამ iPhone-ს ხელში დავიჭერ, ასე ვთქვათ, ამის დიდი სურვილი გამიჩნდეს, რადგან Apple ახასიათებს გავსი რამ, რადგან უშუალოდ როდესაც კონტაქტი გაქვს Apple-ის ტექნიკასთან, აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა გექნება ამ ნივთის მიმართ. ასევე მინდა დავაანონსო, რომ 3 ნოემბერს იწყება ოფიციალური Apple-ის გაყიდვები, ანუ ოფიციალური iPhone 10-ის გაყიდვები. შევეცდები მაქსიმალურად ადრე მოვახერხო ამ ტელეფონის შეძენა და წარმოგიდგინოთ თქვენ. შევაფასოთ ეს ტელეფონი ერთად, გავხსნათ, განვიხილოთ როგორია უკვე რეალურად, როდესაც ხელში გიჭირავს და როგორ მუშაობს. ყველაფერი ეს Face ID და ამ შემდეგ ყველა ახალი ინოვაცია, მინდა რომ თქვენთან ერთად შევაფასო და შევამოწმო რამდენად მართალია ის ყველაფერი, რაც Apple-მა მის პრეზენტაციაში გვაჩვენა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დარჩით კმაყოფილები და გაიგეთ ახალი რამ, რაც არ იცოდით iPhone 10-ის შესახებ, ძალიან გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ ვიდეო თქვენს მეგობრებს და გამოიწეროთ არხი.